სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების სისტემა იცვლება. მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციები დასრულებულია. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად იკლებს. თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები მაღალი სიჩქარის მოყვარულთათვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მიზანი ჯარიმების დარღვევის სიმძიმესთან მეტი პროპორციულობაა. ნინი გოგიშვილი გიამბობთ. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას ფულადი ჯარიმა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენი კილომეტრ/საათით გადააჭარბებს მძღოლი დადგენილ სიჩქარეს. სამართალდარღვევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობით რიგ შემთხვევაში ჯარიმები მცირდება. ეს გადაწყვეტილება არ ეხება იმ მკაცრ სანქციას, რომელიც 50 კილომეტრ/საათზე მეტი სიჩქარის გადამეტებისას არის დადგენილი. 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით. 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება 100 ლარის ოდენობით. 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას. პრაქტიკა მაჩვენა, რომ წინა ჯერზე გამკაცრებულმა სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, ამიტომაც ხელისუფლების მიზანი ახლა ბალანსის დაცვაა. საპასუხოდ ამ ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით აუცილებელია მოქალაქეებმა წილი პასუხისმგებლობა გაითავისონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავაცნობიეროთ, რომ საგზაო უსაფრთხოების წესები გადის ჩვენი მოქალაქეობის თვითშეგნებაზე. საკანონმდებლო გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მთავრობის მეთაურთან, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართული არაერთი კონსულტაცია. პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, მიზანი კი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. ჯარიმა თვითმიზანი არ არის, მიზანი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხრიდან უსაფრთხო ქცევა და ამ გზით მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ამასთან გრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი.